ვამაყოფ ილიას მიღწევებით დღესდღეობით ყველაზე ძლიერი ამბობს რომან დოლიძე. Top-ია დივიზიონის მეფე არ არის. Pimlet-ის თვნელი 500 მილიონი დოლარი და მინდა ფიური მზადაა UFC-ში იჩხუბოს. მესი ინტერ მაიამისთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს და სხვა მრავალი სიახლეები ამ ვიდეოში. ვამაყოფ ილიას მიღწევებით დღესდღეობით ყველაზე ძლიერი ამბობს რომან დოლიძე. UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის ქართველმა მებრძოლმა რომან დოლიძემ ილია Topuria-ზე ისაუბრა. კავკასიელის თქმით, pound for pound-ის რეიტინგში ილიას პირველ ადგილზე გადასვლა სამართლიანია, ვინაიდან რეიტინგს ავტორიტეტული ჟურნალისტები და ექსპერტები ადგენენ. რას ამბობს რომან დოლიძე? რა თქმა უნდა, ილია Topurias წარმატება საქართველოსთვის და ქართული MMA-ისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ვესწრებოდი ოლივეირასთან მის ჩხუბს და მთელი სულითა და გულით ვულოცავ როგორც ილიას, ისე ქართველ ხალხს. სამართლიანია თუ არა ილიას პირველი ადგილი pound for pound-ის რეიტინგში? ძალიან რთული კითხვა. ბუნებრივია მე როგორც ქართველს ეს ძალიან მომწონს. ვამაყოფ ილიას მიღწევებით, მაგრამ რა კრიტერიუმების მიხედვით დგება ეს რეიტინგები? მე ზუსტად არ ვიცი. თუ არ ვწდები რეიტინგებს ჟურნალისტები და მიმოხილველები ადგენენ. ასე რომ ცოდნე და გამოცდილი ხალხისას უნდა ვენდოთ. ილია რეიტინგის სათავეშია, ესე იგი დღესდღეობით UFC-ის ყველაზე ძლიერი მებრძოლია. შეგახსენებთ, რომ ჩარლზ ოლივეირას დამარცხების შემდეგ ილია Topuriam pound for pound-ის რეიტინგში ისლამ მახაჩევს გადაასრო და ახლა რეიტინგის პირველ პოზიციაზეა. Topuria დივიზიონის მეფე არ არის. Pimlet-ის თვნელი. ყველა არ არის მზად, რომ UFC-ის 317-ის მთავარ ბრძოლაში გამარჯვებული ილია Topuria მსუბუქ წონაში უპირობო საუკეთესოდ დაასახელოს. ასეთთა კატეგორიას მიეკუთვნება და რა გასაკვირია, პედი Pimlet-ის თვნელი პოლ რიმერი. რიმერმა Submission რადიოსთან ინტერვიუში ილია შესახებ ღიად ისაუბრა. ის მსუბუქ წონაში საუკეთესოდ Topurias არ მიიჩნევს. რას ამბობს თვნელი? თუ არჩევანი გვექნებოდა ორ მებრძოლს შორის, ილია და ისლამი, მახაჩევთან შეხვედრის ბევრად მეტი შიში მექნებოდა. ისლამი ჩემთვის დივიზიონის მეფეა, დაუმარცხებელი და სრულყოფილი. ის უდავოდ მსუბუქ წონაში მსოფლიოს საუკეთესო მებრძოლია. ულივერის სხვა აზია. UFC-ის დიდების დარბაზის წევრმა მსუბუქი წონის ყოფილმა ჩემპიონმა იენს პულივერმა ილია Topuriaზე ისაუბრა. მას ჯერა რომ ილიას ქვესაშუალო წონაში ასვლა და ისლამ მახაჩევის დანოკაუტება შეუძლია. რას ამბობს პულივერი? ვამბობდი, რომ ილია Topuria ოლივეირას დაანოკაუტებდა. ის ისლამსაც დაანოკაუტებს. დაიმახსოვრეთ, მახაჩევთან ავა და დაანოკაუტებს. ესაა ილიას მიზანი. მან არა მხოლოდ დაანოკაუტა ჩარლზ ოლივეირა, არამედ სერიოზული ზიანის მიაყენა, გონება დააკარგინა. Topurias ძალიან ძლიერი დარტყმა აქვს. 500 მილიონი დოლარი და მინდა ფიური მზადაა UFC-ში იჩხუბოს. ყოფილმა ბრიტანელმა მოკრივემ ტაისონ ფიურიმ რინგზე დაბრუნების შესაძლებლობაზე ისაუბრა. მძიმე წონაში ყოფილმა მსოფლიო ჩემპიონმა აღიარა, რომ უპირატესობას UFC-ში ჩხუბს მიანიჭებდა. ოღონდ თუ ორგანიზაცია მას ფულს გადაუხდის. როგორია ფასი? 30 მილიონი ჩემთვის ხურდაა. 500 მილიონი დოლარი და მინდა, თქვა ფიური. შეგახსენებთ, რომ 37 წლის ბრიტანელმა კარიერა მიმდინარე წლის დასაწყისში დაასრულა. ფიურის ბოლო ბრძოლა გასული წლის ბოლოს ალექსანდრ უსიკთან ჰქონდა, რომელმაც ის ზედიზედ მეორედ დაამარცხა. გულშემატკივრებმა საოცარი 12 რაუნდიანი ბრძოლა იხილეს, რომელშიც გადამწყვეტი უპირატესობა არც ერთ მებრძოლს არ მოუპოვებია. რიგ ეპიზოდებში უკრაინელი უკეთესი იყო. ბრძოლის დასრულების შემდეგ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გამარჯვებული უსიკი გახდა. ფიურიმ კარიერის განმავლობაში 37 ბრძოლა ჩაატარა, სადაც 34 გამარჯვება მოიპოვა. მესი ინტერ მაიამთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს. ამბობს მარკა. ლიონ მესი და ინტერ მაიამი ახალი შემოთავაზებაზე მუშაობენ. ამის შესახებ მარკა წერს. გამოცემის ინფორმაციით, არგენტინელმა ფეხბურთელმა ამერიკულ კლუბთან კონტრაქტი შესაძლოა ნებისმიერ მომენტში გაახანგრძლივოს. ლეოს მოქმედი კონტრაქტი მიმდინარე წლის ბოლომდეა გათვლილი. როგორც მარკა იუწყება, ორივე მხარე თანამშრომლობის გაგრძელებისკენ არის განწყობილი. და ამ საკითხზე უკვე მუშაობ. როგორც მოსალოდნელია, კონტრაქტი მინიმუმ 1 წლით გაახანგრძლივდება. როგორც წყარო ამბობს, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატიდან გავარდნის შემდეგ მესის მიზანია, რომ მისმა გუნდმა MLS-ზე გაიმარჯვოს. შეგახსენებთ, რომ არგენტინელი ინტერ მაიამის 2023 წლის ივლისში შეუერთდა. მიმდინარე სეზონში კი მან 24 მატჩი ჩაატარა, 16 გოლი გაიტანა და 6 ასისტი მიითვალა. ფავორიტი გამოიკვეთა. გოგლიჩიძისთვის ბრძოლა გრძელდება. საქართველოს ნაკრების მცველის საბა გოგლიჩიძის მოსაპოვებლად გაჩაღებული ბრძოლა აქტიურ ფაზაშია შესული. La Gazzetta dello Sportის ინფორმაციით, ფეხბურთელისთვის ბრძოლაში სერია A-ს კლუბი პარმა დაწინაურდა. გამოცემის მტკიცებით, პარმას ხელმძღვანელობამ ემპოლის ოფიციალურ შეთავაზებაც გაუკეთა და პარალელურად ქართველი ფეხბურთელის გარემოცვასთანაც ახლო კავშირზე არის. პარალელურად გაზეტა წერს, რომ გოგლიჩიძის გადაბირებას სერიას სხვა კლუბებიც ცდილობენ. მათ შორის არიან რომა, ლაციო, სასუოლო, უდინეზე და ფიორენტინა. თუმცა ამ ეტაპზე ყველაზე რეალური პარმას ვარიანტი გამოიყურება. თუმცა დიდი ალბათობა, რომ ყველაფერი უმოკლეს დროში შეიცვალოს, რადგან ფეხბურთელის პოზიცია კვლავ გვაურკვეველია. საგულისხმოა, რომ გოგლიჩიძის ბედი პრემიერ ლიგის კლუბებს სანდერლენდს და ნოტინგემ ფორესტს და ასევე საუდის არაბეთსაც დაუკავშირეს.
საბა გოგლიჩიძის ემპოლიმ სერიას გასულ სეზონში მე-12 ადგილი დაიკავა და სერია B-ში დაქვეითდა, რაც ტრანსფერის შანსებს ზრდის. გასპერინთან თამაშით სიამოვნებას მიიღებს, რომამ უნდა იჩქაროს. მას შემდეგ, რაც ლიონი ფინანსური პრობლემების გამო ლიგა 2-ში დააქვეითეს, გიორგი მიქაუტაძეს ახალ გუნდში გადასვლას უწინასწარმეტყველებენ, რაც როგორც ჩანს, მხოლოდ დროის ამბავია და ჟორჟს მალე სხვა ლიგაში და სხვა მაისურში ვიხილავთ. იტალიური გამოცემა კარიერე დელო სპორტი წერს, რომ რომა ჟორჟით სერიოზულად დაინტერესდა და მას სწრაფად მოქმედება მოუწევთ, რომ ქართველის გაფორმება შეძლონ. გარდა ამისა, გამოცემა მიქაუტაძის სათამაშო სტილსაც უსვამს ხაზს. გასპერინს სურს, რომ სეზონის მოსამზადებელი პერიოდისთვის სრული შემადგენლობა რაც შეიძლება სწრაფად ჰყავდეს. მას სჭირდება 2 მცველი, 1 მარჯვენა ფლანგის მოთამაშე, 1 ნახევარმცველი და 2 ფორვარდი. აქედან 1 სუფთა 9 ნომერი და მეორე უკან დახეული შემტევი. ტამი აბრაჰამი ბეშიქტაშში გადავიდა. ელდორ შუმუროდოვის მომავალი გაურკვეველია, თუმცა მისი წასვლა შესაძლებელია. ისმის კითხვა, რამდენად შეძლებს კლუბის სპორტული დირექტორი მასარა ამ პრობლემის მოგვარებას, რომ შეიძინოს ისეთი ფორვარდი, რომელიც ორივე პოზიციაზე ითამაშებს. ბაზარზე ასეთი შემტევი ამჟამად არის ლიონის 24 წლის მოთამაშე გიორგი მიქაუტაძე. კლუბს ფინანსური პრობლემები აქვს. ლიგა 2-ში დააქვეითნენ და მოთამაშეების გაყიდვა მოუწევთ. მიქაუტაძეს შეუძლია თავდასხმაში 3 პოზიციაზე ითამაშოს: ცენტრ ფორვარდად, უკან დახეული თავდასხმელად და მარჯვენა გარემარბად. ის წყვილში დობოგთან თამაშსაც შეძლებს. მას ასევე ერთადერთ ფორვარდად თამაშიც შეუძლია. ქართველ შემტევს შეუძლია სიღრმიდან იმოქმედოს, ბურთი საკუთარი ნახევრიდან წაიღოს. ის თანამედროვე სტილის თავდასხმელია, რომელიც ხაზებს შორის ჭკვიანურად მოქმედებს. კრეატიული ფეხბურთელია და გასპერინის ხელში ის თამაშისგან სიამოვნებას მიიღებს. რომაელებს მისი შეძენა 20-23 მილიონი ევროს ფარგლებში შეეძლებათ, თუმცა მიქაუტაძის დამატებით სანდერლენდი და ფრანკფურტის აინტრახტი ინტერესდება. ამიტომ მასარას მოუწევს, რომ ეს ტრანსფერი რაც შეიძლება სწრაფად დახუროს. შეგახსენებთ, რომ სატრანსფერო ფანჯარა 31 აგვისტომდე იქნება ღია. და ასეთია დღევანდელი სპორტული სიახლეები. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, დალაიქეთ და გამოიწერეთ არხი. გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.